შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უპატრო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისდათ. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, დადგა მორიგი გამოძიების დრო, პავლიკა ლუკა ისევ თქვენთან ერთად ვართ, დღეს სტუმრის გარეშე, მაგრამ კარგად მომზადებულები. კი, წინა გადაცემა განსაკუთრებულად საინტერესო გამოვიდა, ისეთი სტუმარი ყავდა, ბატონ მიხეილთან ერთად, ჩემი აზრით, კარგი იყო მთლიანობაში და დავაბრუნდით ბატონ მიხეილს, რო იცოდეთ. კი, დიდი სიამოვნებით. ხო, მთლიანობაში ცუდი არც პროგნოზები გამოგვივიდა, მაგრამ წინა გადაცემის სპეციფიკა მაინც ცოტა სხვა იყო და იმ კუთხით შევხედეთ ამ საქმეს, რა კუთხითაც მაინც მე მგონი არ შეგვიხედავს და ეგ იყო საინტერესო პირველი. მე ჩემ კუთხეს დაუბრუნდები, მოდი დღეს ისევ დაუბრუნდი. როგორც იყო ადრე. ხალხიც მაგას ითხოვს. კი ბატონო. ანუ რას გულისხმობს? ანუ გულისხმობს ისევ რაღაც უცნაური მიგნებების ამბებს. მაგისტრის ვართ აქ. ხო და ბატონ მიხეილის ერთი მაგარი პროგნოზი გამართლდა მუნხენის ბაიერნის მოგებას რაც შეეხებოდა. მე თვითონ გეახელით ეს თამაში და მინდა გითხრათ რომ ვისაუბროთ ამ თემაზეც რა. ბევრს აინტერესებს საერთოდ რას ვფიქრობთ. ვფიქრობთ იმას რომ გარკვეული კრიზისი აქვს Paris Saint-Germain-ს, რომელიც გადასალახია და იმედია ეს მალე მოგვარდება და ბაიერნი არის არანორმალურ ფორმაში. ოღონდ გააჩნია რამდენად კარგია რომ პიკზე ფორმის არის მისული აი ახლა და არა თქვათ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, იმიტომ რომ შარშან შეგახსენებთ ბაიერნმა ასევე მოუგო ჯგუფურ ეტაპზე Paris Saint-Germain-ს, მაგრამ ვინ გახდა გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის, ესეც კარგად ახსოვს. ხო, ზოგადად არის ხოლმე გამორჩეული სეზონები, როცა რომელიმე გრანდი თავიდანვე იწყებს სტაბილურად ბოლომდე მიყვება და იგებს, ეგ ხშირად არ ხდება. ანუ სეზონი იმდენად გრძელი არის. ნებისმიერი გუნდისთვის, მით უმეტეს ეგეთი გუნდებისთვის, რომლებიც თამაშობენ ჩემპიონთა ლიგას, ჩავარდნება ვარიანტში არის ხოლმე, ხო? შაშანელი Paris Saint-Germain-ი რო გავიხსენოთ, ძლივს გაძვრა ჩემპიონთა ლიგის ფაზიდან პლეი-ოფში, ერთ-ერთი ბოლო ადგილით გავიდა, პლეი-ინის თამაში მოუწია ბრესტთან და ნუ მე აი ხუჩას მისვლას დაემთხვა თან ეგ პერიოდი. აკრიფეს და მე რა გააკეთეს და როგორ მოიგეს ყველაფერი, ეგეც ვახსოვს. ხო, ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ Paris Saint-Germain-ს ძალიან დიდი გულშემატკივარი ყავს ყველაფერი წინ. ჰქონდა თითქოს კრიზისი, მაგრამ ნელ-ნელა ალაგებს გუნდი თამაშს და აგერ Real Enfield-ზე მოუგეს კიდევაც. ასე რომ ბარსაზე გითხარი შენი აზრი ბარსელონა ხო გუშინ ძალიან კარგი თამაში იყო. მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარს ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა ბარსას თამაშებში ბევრი გოლი გადის. მომენტები იქნება, ხო, ეგ არის, მაგრამ ცოტა მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ეგრე მარტივად უქმნიან ამ გუნდს. არის საკადრო პრობლემები, არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლია და მაგის ბრალიც არის ალბათ ის რაც ხდება, მაგრამ გუშინ ვინც უყურა ბრიუგე ბარსელონას და მეთანხმება, რომ ეს ამოწეული დაცვა ფლიკის ტაქტიკა რაც თავიდან ამართლებდა პირველ სეზონში, ეხლა დიდად ვეღარ ამართლებს და ბრიუგე როცა ამდენ მომენტს გიქმნის, ამდენი გოლი გააქვს შენ კარში, ეგ ბრიუგეში აქ ეხარა, რომ მართლა ძალიან კარგი გუნდია, ეგ ვიცი რომ კარგი გუნდია უბრალოდ ბარსელონას უკანა ხაზში აქვს პრობლემები. ინიგო მარტინესი გაუშვეს ესე მარტივად კიდევ ვიღაც დაშავდა და დამთავრდა მერე. ასე რომ მე მგონია რომ მინიმუმ ერთი კარგი ცენტრალური მცველი მაგუნს მჭირდება და იმედი მაქვს რომ მალე მოგვარდება ეს პრობლემები და ბარსელონა იქნება ერთ-ერთი ფავორიტი ყველგან სადაც თამაშობს. ხო, მოკლედ ეს კლუბები ახლა რომელიც ჩამოვთვალეთ ტრადიციულად გრანდები არიან, მოგეხსენებათ ამ ტურნირის და არა მხოლოდ ამ ტურნირის ზოგადად და პრინციპში მათ პრობლემა არ შეექმნებათ მომდევნო ეტაპზე გასulis, ასე რომ გული არ დაგწყდეთ, ისევ და ისევ მათ კომაგებს მოგვართავთ. ყველაფერი კარგად არის, ერთმანეთთან თუ დაკარგავენ ხანდახან გულებს, არც არაფერს პაფოსმა ვილიარეალს მოგდა შენ პროგნოზირებ მაგამ. ხო, პაფოსი თქვი სხვათა შორის გუშინ წინ ამბობდა ლუკა, რომ პაფოსის ერთიანი ვილიარეალთან გონიაო და აი 8 თუ 9 ქონდა კოეფიციენტი. ხო და ეგ კიდე ცალკე სასაუბრო თემაა, გიორგი, რომ ყარაბაღი არ აგებს ლონდონის ჩელსისთან, ყარაბაღის ღირებულება დავთვალეთ იყო 25 მილიონი ფეხბურთელების საერთო ღირებულება და ლონდონის ჩელსის ღირებულება აღემატება მილიარდს.
მილიარდ 100 რაღაც მილიონი. კი, ლუკა, ამიტომ წარმოვიდგინეთ, გული დაგწყდება. დღევანდელ გადაცემაში მე ეროვნულ ჩემპიონატს უნდა შევეხო, ნელა ბოლოსკენ გავდივართ და შედარებისთვის რო ავიღოთ იმ პაფოსას გულშემატკივრობ, მე რომელიც 2014 წელს დაარსდა, წარმოვიდგინე. 11 წლის წინ დაარსებული გუნდია და ჩემპიონთა ლიგას თამაშობენ და აგერ ვილიარეალს უგებენ და იქ ოლიმპიაკოსთან თამაში არ წააგეს და პლეინში გასვლის შანსები იქნებათ მე მგონი. ყარაბაღი მინდა რომ გავიდეს და რეალური შანსიც აქვს მაგისი წავიდა სტუმრად მოიგო თამაში ბენფიკასთან. ყარაბაღის ეს პროექტი არის წარმოუდგენლად კარგი და თუ საიდანme უნდა ავიღოთ მაგალითი, აგერ არის აზერბაიჯანი და გვერდით მეზობლები არიან და რა გააკეთეს და როგორ მოვიდნენ აქამდე. პაფოსი ცოტა გვიკვირს, იმიტომ რომ მაინც პირველი წლებია მაგათი და ყარაბაღი როდის გავიდა პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და რამდენი წელია უკვე ამ დონეზე თამაშობს და თურმე შესაძლებელი ყოფილა აბსოლუტურად სამეზობლოშიც ეგეთი კაი გუნდების გაკეთება. სხვათა შორის გადავამოწმეთ, ანუ ჩელსისთან ქონდა პაფოს 2017 წელს, როცა პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, მაშინ საშინელი ჯგუფი იყო, ეგ ატლეტიკო იყო, ჩელსი და რომა, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ აი იმ გუნდში, რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, არ იყო არც ერთი ბრაზილიელი. რადიკალურად შეცვალეს, მოიყვანეს არც თუ ისე ძლიერი ფეხბურთელები, მოდი ვთქვათ, ხო, ტოპ ვარსკვლავები ესენი არ არიან, მაგრამ არიან ჩამოყალიბებული ფეხბურთელები. კარგი სელექციის წყალობით შექმნეს პატარა ფულით შექმნეს ბრძოლის უნარიანი გუნდი, რომელიც აგე ჩელსისთან თანაბრად თამაშობდა და ლამის მოუგო. გადაურჩა ჩელსი. სანამ დავიწყებთ ჩვენი თამაშების დაწყებას, 2014 წელს ხო არის დაარსებული და თავიდანვე დაიწყეს ძალიან საინტერესო და სკაუტინგის პროგრამა, ანუ მაშინვე იყენებდნენ უკვე რაც იყო არსებული ხელოვნური ინტელექტს. ნუ ამ სახით არა, რაც ირისი შესაძლებლობაც იყო მაშინ. და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სტატისტიკაზე დაფუძნებული იყო მაგათი მუშაობა და ესე მოყავდა შეიძლება ფეხბურთელი საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო. საიდან მოდიოდა, მაგრამ ხო არა, ეს უკვე ნელა ეხლა ფინანსურადაც გაიმართნენ წელში, მაგრამ ნახავდნენ სადღაც ვიღაც ფეხბურთელს, საერთოდ რას თამაშობდა ის არ იცოდნენ, მაგრამ სტატისტიკა ქონდა კარგი და მოყავდათ და იმუშავა ამან და რავი რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანაშიც რო დავიწყოთ პაფოსის ღირებულება 23 მილიონია თუ არ ვცდები. ხო, ნუ ეხლა სადღაც დაახლოებით აი ერთ თანხაში ტრიალებენ. 23 მილიონი მარტო მიქაუტაძეში გადაიხადა ვილიარეალმა და აგერ გუშინ მოუგო პაფოს. კაი, დავწერ ჩემი პირველ თამაშს. ვახსენე ეროვნული ლიგა, ნელა ფინიშის სწორზე გავდივარ ჩვენ ჩემპიონატში და ეგეთი თამაშია ტორპედო დინამო ბათუმი. და მე მინდა ტორპედოს მოგება ავიღო. ჯერ იმიტომ რომ ტორპედოს ძალიან ჭირდება ეს თამაში მესამე ადგილის უსიბძვისთან ვისთან დინამო თბილისთან ორი ქულარი ჩამორჩენა და ძალიან ჭირდება გამარჯვება და მეორე ამის თავარი მიზეზი რატომაც ვწერა ამ თამაშს ერთი ქუთაისშია თამაში შენგელიაზე და მეორე ის რომ ბათუმის დინამო ფაქტობრივად სამწუხაროდ დაშლილი არის ამ ეტაპზე გუნდი აღარ არის ხედავთ ჩვენ ყველა თამაშზე რომ იქ ბათუმის გულშემატკივრები ეგრეთ წოდებული პირატები გამოდიან და ითხოვენ პრეზიდენტის წასვლას საშინელი ვითარებაა გუნდში ხელფასებს ვერ არიგებენ უკვე ქვეყნის პრეზიდენტის თუ ბათუმის დინამოს ბათუმის ქვეყნის პრეზიდენტის ბათუმის დინამოს პრეზიდენტის წასვლას ითხოვენ და ხო ხელფასებს ვერ არიგებენ იქ ნაწილ ურიგებენ შეიძლება რაღაცა უცებ 20% შეაერიცხოს ფეხბურთელს ან კლიანად გუნდს ასე რომ ეგეთ მდგომარეობაში როცა არის გუნდი მით უმეტეს ქართული გუნდი იქ ცოტა რთული არის თან თვეებია ეს გრძელდება და ენთუზიაზმზე თამაში, საკადრო პრობლემები აქვს, შემადგენლობაც ისეთი ძლიერი არ არის და ტორპედო თავის მხრივ პირიქით ამ ეტაპზე ფინანსურად, მატერიალურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული გუნდი არის საქართველოში და ყველა ამ სეზონის დაწყებისას ვარაუდობდა, ყველა თუ არა ბევრი გულშემატკივარი და ექსპერტი იმას, რომ ტორპედო ჩემპიონი უნდა გამختارიყო, მაგრამ დილამ და იბერიამ ბევრად აჯობეს ყველას. ტორპედოს დარჩა ერთადერთი შანსი, რომ მესამე ადგილზე მაინც გავიდეს, იმიტომ რომ თასეც არ არის ფინალში, იქაც დილა და იბერია არიან. ასე რომ ტორპედო რომ მოხვდეს ევროტურნირებზე უნდა აჯობოს დინამო თბილისს და ამისთვის უნდა აჯობოს ჯერ დინამო ბათუმს მოუგოს საკუთარ მოედანზე და კოეფიციენტი აქვს კარგი 1.62 ტორპედოს ერთიანისთვის ბათუმის დინამოსთან რომელიც ნახევრად დაშლილია ჩემი აზრით ასაღებია ეს თამაში. ნამდვილად თაგეთანხმები მეც მაგაში უქომაგოთ ქუთათურებს ამ შეხვედრაში. კარგი, ჩემი პირველი პროგნოზი იქნება ჩემი ეროვნული ჩემპიონატიდან, ანუ ნიდერლანდებიდან. მივხვდი. ხო. ესე იგი, რამდენიმე გამორჩეული მატჩია, მაგრამ მოდი მე შევეხები ალკმარ არიპაესო ინთხოვეს, ორივე ძალიან მაგარ ფორმაშია, სხვაობა 3 ქულა თუ არ ვცდები ჩემპიონატში. ძალიან პრინციპული მნიშვნელოვანი მატჩია და დიდ ფილოსოფიას აქ არ დავიწყებ, მგონია რომ ბევრი გოლი გავა ამ შეხვედრაში. რამდენი ეს თქვენ განსაჯეთ
რამდენიც მოგეწონებათ. მე 3.5-ზე მეტი გოლიც ფრიად მხიბლავს აქ კარგი კოეფიციენტი აქვს. ეს იყო ჩემი პირველი პროგნოზი. ხო, როცა ნიდერლანდებზე საუბრობ ხოლმე, იქ ზედმეტი კითხვები არც არის. არის იგლზი ფეინორდი, ხო, გოიხედ იგლზი, ხედავთ ჩვენ როგორ თამაშობს ევროპა ლიგაზე და რატო არა, ხო? თქვა ფეინორდთან რომ იყო ჩაღოს, გაუტანოს, ფეინორდი 300 აუცილებლად გააკეთებს, ეს შეიძლება კუთხურებსაც ურჩევ. ხალხს კუთხურები გოიხედ იგლზის მატჩებში არის უამრავი, ასე რომ ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარგი, მოდი მეორე ფეხბურთს დავწერ და ბოლო კალათბურთი მაქვს ერთი შემონახული. პლზენი პრაღის სლავია ეგეთი თამაში არის ჩეხეთში. ერთ-ერთ წინა გადაცემაში მე პრაღულ დერბიში მეწერა ბარათები გახსოვს შენ სლავია სპარტა როცა იყო ძალიან ბევრი წამოვიდა იქ და დაждდა 9 თუ 10 იყო. პლზენი სლავია განსხვავებით სლავია სპარტასგან დერბი არ არის, მაგრამ ნუ პლზენი შეუერთდა ორ გუნდს ხო რეალურად შეხეთში ბოლო წლები არის 3 გამორჩეული გუნდია და სლავიასთან და სპარტასთან ერთად არის პლზენიც, ასევე ძალიან კარგი გუნდი. ლიდერებში არიან ცხადია და ამ სეზონშიც ალბათ ეს სამეული იბრძოლებს ჩემპიონობისთვის და აქ მინდა ბარათები დავწერო, თუმცა ურთიერთშეხვედრებს რო გადახედოთ, ვერ ვიტყვით რომ ამ პლზენის სლავიაში ძალიან ბევრი ბარათი მოდის ხოლმე, ანუ ერთმანეთი ისე არ იზღებათ, მაგრამ აქ ფაქტორი ის არის, რომ ჯერტი მაინც ორივე გრანდია ადგილობრივი ფეხბურთის და პრინციპული დაპირისპირებაა და მეორე მსაჯი არის ეგეთი ბენეში, რომლის შესახებაც ხო მე დიდად არ მქონდა აქამდე ინფორმაცია, უბრალოდ როცა ვნახე, ამ სეზონში ჩემპიონატში 11 შეხვედრა იმსაჯა სულ ჯამში და ამ 11 შეხვედრაში ამოღებული აქვს 70 ყვითელი და 4 წითელი ბარათი. ანუ საშუალოდ 7 ბარათს იღებს. ანუ ესე დარბოდა რა. ხო, ანუ საშუალოდ ხა ერთ თამაშში 7 ბარათს როცა იღებს მსაჯი და იცითლების რომ მივათვალოთ რომ ამდე ადის უკვე საშუალოდ ხო ბარათების მაჩვენებელი ძალიან ბევრია ეს. როცა სტანდარტულად მსაჯების მაჩვენებელი არის ხოლმე 3.5 4 ბარათი ეგრე საშუალოდ 7 არის კატასტროფული ძალიან ბევრია ხო. ამიტომ რახან ეგეთი მსაჯია ამ შეხვედრაში და თან საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება პლზენი სლავია ავიღებ აქ ბარათებს არ ვიცი ტოტალი რამდენი იქნება ძალიან ბევრი არ უნდა იყოს შეიძლება 4.5-საც კაი კოეფიციენტი ქონდეს 5.5-ს და მაგას ჩვენიერი მიგნება აი ნამდვილად რო არ გეთქვა მაგ თამაშის ყურადღებას არ მივაქცევდი. მოდი მე დღეს გიორგის ავყვები რასაც ითქვეს დაახლოებით პარალელურად იმას გავაკეთებ ხოლმე. ლიონი პარი სენ-ჟერმენი გვაქვს ამ უქმეებზე. პარი სენ-ჟერმენზე უკვე ვისაუბრეთ, ნახეთ თუ როგორ ცუდ ფორმაშია. პრობლემები არის, დემბელეა დამტრეული, დუეა დამტრეული, კიდევ ჰაკიმი მიყვა. ხო, ჰაკიმი. ეგრე არ არის, ჩადი და ლიონს სტუმრად მოუგე, არ გამოდის, აგი მარსელთან უკვე წააგო ერთი მატჩი. ხო და მგონია რომ ბასტიენია მსაჯი. რაღაც უხეშობა აქ უნდა იყოს რა. 3.5-ზე მეტ ბარათს აქვს ფრიად კარგი კოეფიციენტი 1 და 6, ასე რომ მგონია რომ აქ ბარათები უნდა წამოვიდეს. ნუ რავი 4 ბარათი ხა ლიონი პარი სენ-ჟერმენში კარგი ვარიანტი. ხო დაახლოებით უნდა გამოიყენოთ ეს თორე მე მოვაკლდება დიდი ალბათობით. კარგი, მესამე თამაში მე მაქვს ბარსელონა რეალი. ოღონდ ეს არის კალათბურთი, ევროლიგა და ეს თამაში არის დღეს ღამე. ანუ ვინც უყურებს გადაცემას მრჩევის გათვალისწინებას შეძლებს. მე რა პოზიციაც მინდა დავწერო, არის მხოლოდ იქ, სადაც ახლა ვართ ჩვენ. ესე ვიტყვი და მიხვდება მაყურებელი, ასაც გულისხმობ. ევროლიგის, კი ბატონო, ევროლიგის, NBA-ის ხო საერთოდ უამრავი პოზიცია არის, ან კალათბურთელის კლუბებს და ამ შემდეგ რაც ეხება ანალოგიურად არის ევროლიგაზე. ასე რომ ვისაც უყვარს და ევროლიგის ყურება, ვიცი რომ ბევრ ადამიანს უყვარს, იქ თავისი იღბლის და ცოდნის გამოცდა შეუძლია უშუალოდ კალათბურთელების ქულებზე, პასებზე და ამ შემდეგ ყველა პოზიცია. ამ შეხვედრაში მე მინდა ბარსელონა რეალში ავიღო ერთ-ერთი მოთამაშის ქულები. ეს მოთამაშე არის დარიო ბრიზუელა, რომელიც თამაშობს ბარსელონაში, ესპანელი კალათბურთელია, უკვე საკმაოდ გამოცდილი და კარგი არის, მსროლელი მეორე ნომერია, უკანა ხაზელი არის მსროლელი და ბარსელონას შემადგენლობაში ალბათ ყველაზე კარგი სროლაც აქვს შეურიგან სამხულიანების გულისხმობ. ბევრს უტევს, აქ თავარი და შეიძლება ესე დავახასიათოთ და ადამიანებს გავუკვირდეთ, რატო აქვს ესეთი დაბალი ტოტალი გამოტანილი. იმიტომ რომ სათამაშო დრო აქვს ხოლმე შედარებით შეზღუდული, მაგრამ ესეთ პრინციპულ თამაშებში და მე გადავხედე ბრიზუელა როგორ თამაშობს რეალთან. წინა შეხვედრაში ქონდა 15 ქულა, იმის წინაში 10 ქულა, მანამდეც ანუ კარგად თამაშობს ხოლმე რეალთან როგორც ეს და თუ სათამაშო დროს მწვრთნელი აძლევს
ბევრ კულაზე შეუძლია გასვლა და გამოტანილია რამდენია 4.5 კულა დარიო ბრიზუელას 4.5-ზე მეტ კულას რო აიღებს ხვალ დღეს ბარსელონას შემადგენლობაში ბრიზუელა რეალთან აქვს 1.71 კოეფიციენტი და ჩემი აზრით აი სულ 10-12 წუთი მაინც მისცეს პენია რო მწვრთნელმა სათამაშოდ რო 4.5-ზე მეტ კულას აიღებს თავისუფლად ბრიზუელა თავარია ითამაშოს და თუ არ ითამაშა ისეც ამოვარდება ეს პოზიცია ასე რომ ჩემი აზრით გასათვალისწინებელი და საკმაოდ კარგი პოზიცია არის ბრიზუელას 4.5-ზე მეტი კულა მადრიდის რეალთან. გაითვალისწინეთ ესეც მე მგონი მაგარი მიგნება იმიტომ რომ 4.5 მართლა ძალიან ცოტაა უბრალოდ ცოტაა. კარგი და მეც დავასრულებ ახლა რამდენიმე შევისახით უნდა ვთქვა კიდე ხო ინტერ მაიამი ნეშვილის განმეორებით რა მესამე მატჩია სერიის 1-1 გახდა ნეშულმა მოუგო ინტერს 2-1 სახლში აქაც მგონია ბევრი გოლი 3.5-ზე მეტი გოლი აქაც უნდა გავიდეს ინტერის სახლში ძალიან შემტევია ძალიან გაითვალისწინეთ მაგრამ როგორც შეგვირდით მეც კალათბურთს არ ავიღებ ხელბურთს ქალთა ჩემპიონთა ლიგა სლოვენიაში კრიმ მერკატორი ოდენსეს დაუპირისპირდება. რა ხდება აქ საშინელი სტარტი ქონდა კრიმს. ოდენსე დანია და ის პირველი ვინა. კრიმ მერკატორი სლოვენია. სლოვენიაში თამაშობს სლოვენიურ გუნდში თამაშობს მაგალითად გრეზაადი მსოფლიო ჩემპიონი ძალიან მაგარი ფრანგი ხელბურთელი და ასე შემდეგ ბევრი კარგი მოთამაშე არის. უბრალოდ სტარტი იყო მძიმე ბოლო ორ ტურში კრიმმა იყოჩაღა დაიწყო ქულების დაგროვება ახლა 4 ქულა აქვს პლეიოფს მიღმა არის ოდენსე მეორე ადგილზეა გასაგებია ძლიერია მაგრამ სახლში თამაშობს კრიმი 8 ბურთით არ წააგოს რა ვიცი 1 და 6 კოეფიციენტი ანუ +7.5 +7.5 კრიმის იქნება ჩემი მესამე პოზიცია 8 ბურთით არ წააგოს რომ მოუგოს არც ეს გამიკვირდება მაგრამ რა ხა მეტით განადგურება ალბათ ნაკლებად რეალურია. ხელბურთში ხედა კარპატების თასზე ვითხარი 1-2 სიტყვა. საქართველოს ნაკრები მე ყოველთვის ვამბობ რომ სათამაშო სახეობებში საქართველოს ხელბურთის ნაკრები არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ნაკრები, რომელსაც შეუძლია სერიოზული შედეგების დადება, სურპრიზების შემოთავაზება, ეს უკვე დაამტკიცა არაერთხელ ევროპაზე ვართ გასულები. უბრალოდ კარგად რომ აეწყოს ხო ახლები დაემატონ და ტრავმირებულები გამოჯამთელდნენ მაშინ კიდე უკეთეს შედეგებზე გავალ და ვინიცის ჯგუფურ ეტაპზე საშინელი ჯგუფი შეხვდა რთული ძალიან რთულია მაგრამ ვინიცის დაუძლიოთ ეს ეტაპიც რატომაც არა მოკლედ ფაქტია რომ რაღაც ტურნირებს ვიგებთ ავით ფეხბურთში ამას როდის ვეღირსებით ვერ გეტყვით ალბათ ძალიან დიდი ფეხბურთის კარპატების თასები და ეგეთები არ ტარდება მაგას ვერ მოიგებს ჯერ ამ ეთასზე გავიდეთ და მე საკლუბოს გულისხმობ კარგი მოკლედ აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი პროგნოზები გაითვალისწინეთ ისარგებლეთ და იმედია რომ ყველაფერი იქნება წარმატებული ყველა ეს პროგნოზი შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში გამოიწერეთ არხი არ დაგავიწყდეთ და დაალაიქეთ აუცილებლად მადლობა ყურადღებისთვის და დროებით